რა ხდის გამარჯვებას ასე მნიშვნელოვანს? ალბათ გზა, რომელსაც მის მისაღწევად გადიხდა. ყველაფერი მიზნების დასახვით იწყება. შემდეგ დგამ პირველ ნაბიჯს. გიწევს გადალახო უამრავი დაბრკოლება. და სულ წინ მიმავალმა გზად ყველაზე დიდი ხალხის სიყვარულიც კი შეიძლება მოიპოვა. ვის თუ არა ბუდუს, ამ გზის მნიშვნელობა ყველაზე კარგად ესმის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ბუდუს გზა მიზნიდან გამარჯვებამდე მასთან ერთად გავიხსენოთ. გამარჯობა. გამარჯობა. მიხარია კიდე ერთხელ შევხვდით. გამიხარდა თქვენი ნახვა. პირველ რიგში მოგილოცავ გამარჯვებას, იმიტომ რომ საოცარი თამაშები ჩაატარეთ სომხეთთან. მეც გილოცავთ თელს საქართველოს. ეხლა ალბათ ფიქრობ სად მოხვედი ხო და აქ ვერ ხვდები. კი. აქ ისეთი გარემო მოვაწყეთ, სადაც გადავწყვიტეთ, რომ ერთგვარი გამოფენა გავაკეთებინა შენი კარიერული მომენტების. ესე ფოტოები არჩეული, რომელსაც შენ თვითონ ნახავ და მთელი არსი ამ ყველაფრის ისა ის, რომ მე ვიქნები მეგზურის როლში, რომელიც გამოყვება, კითხვებს აგისვამს და შენთან ერთად გაივლის მოკლედ შენს მთლიან კარიერას, როგორ მიხვედი მიზნიდან გამარჯვებამდე. ვა, ძალიან საინტერესოა. მან უნდა მოგეწონა. შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი ფოტო, რომელიც ავარჩიეთ, ფოტოშორის ძალიან დაგეხმარა მამაშენის Facebook-ი ამ საჩუვაში, იმიტომ რომ ბევრი მოძიება არ მოგვიწია. იყო მიზანი. მიზანი გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ყველაფერი სანამ დაიწყებდა კარიერას გაუყვები, იწყება იქიდან, როცა დაისახავ მიზანს, რომ რას გინდა რომ მიაღწია. სწორედ ბავშვობა იყო ალბათ ის პერიოდი, სადაც გადაწყვიტე, რომ ფეხბურთელობას დააპირებდი ან რაღაც გზით წახვიდოდი. აი მან მაინტერესებს როგორ იხსენე მაგ პერიოდს და ვინ იყო ის, ვინც ყველაზე მეტად გეხმარებოდა ამ გადაწყვეტილებაში და მთავარი მოტივატორი. ხო, რა თქმა უნდა, ეგ რაღაცას წყვეტ, რა გინდა რომ ცხოვრებაში, რა სფეროში გააგრძელო მოღვაწეობა. რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მოდის ის თუნდაც იმ საგნების მიმართ ან სფეროს მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მოდის და რა თქმა უნდა ფეხბურთიც ბავშვობიდან წამოვიდა, იმიტომ რომ ეზოში სულ თამაშობდი ფეხბურთს, როცა სკოლიდან მოვიდოდი და გაკვეთილებს გავაკეთებდი, მომამზადებდი, მე სულ ეზოში ვიყავი და ფეხბურთს თამაშობდი ჩემს მეზობლებთან ერთად, ბიჭებთან ერთად, მეგობრებთან და აი მაქედან წამოვიდა ფეხბურთის სიყვარული. თუმცა მანამდე როგორც ყველა მიცის ჭადრაკს თამაშობდი, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულმა უფრო გადაძალა. და ეგ იყო რომ გადავწყვიტე საბოლოოდ რომ ფეხბურთი მეთამაშა, რაშიც რა თქმა უნდა ყველაზე დიდი როლი ჩემს ოჯახს ეკუთვნის, იმიტომ რომ პირველ რიგში რომ გადაწყვიტეს რომ შევიყვანე ფეხბურთზე, მომწეს თავისუფლება და შემდეგ უკვე კიდე იყო რომ იყო რაღაც პერიოდში რომ ქუთაისიდან უკვე თბილისში უნდა წამოსულიყავით და ეგრე მარტო ადგნენ და გადაწყვიტეს რომ მარტო გამოვეშვი 12-13 წლის ვიყავი და მაგას ძალიან დიდი როლი ითამაშა რომ მე უკვე ჩემს განვითარებაში, იმიტომ რომ თუნდაც იმ სკოლაში სადაც დავდიოდი ქუთაისში იყო ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი, თუმცა რაღაც მომენტში ვეღარ მოახერხეს განვითარება და დარჩნენ იმ ეტაპზე სადაც იყვნენ და თბილისში ჩემი წამოსვლა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი იყო რომ ჩემს კარიერაში გადამწყვეტი როლი იყო. ეხლა ზუსტად იმაზე ელაპარაკე, როგორ გადადგე პირველი ნაბიჯები, რომ თბილისში წამოსულიყავი. შემდეგ ფოტოსთან გადავინაცვლოთ, შემდეგი ფოტოს სწორედ გავარჩიეთ. სად დაიწყო ბუდუს კარიერა, დინამოს აკადემია და დინამო თბილისი, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგე ფეხბურთში. ხო, თავიდან რომ მივედი, ვიყავი ჭაბუკებში, რა თქმა უნდა, ელიტ რაუნდის ტურნირს თამაშობდით. მახსოვს პირველი თამაში, როცა დავიწყე უკვე სეზონი, მე შუა სეზონში მივედი და უკვე როცა პირველი თამაში ვთამაშე. თამაში თავდასხმელა და არ ვთამაშობდი, რატომღაც არ ვიცი რატომ, იმიტომ წელი ცხოვრება ხო თავდასხმელი ვიყავი, უბრალოდ იმ მომენტში რაღაც მარცხენა ვინგერად დამაყენავს სცენმა. მართლაც ძალიან კარგი თამაში ჩავატარე, მახსოვს, გოლი გავიტანე, მგონი ჰეტრიკი გავიტანე, თუ სწორად მახსოვს. და ხო, საგოლე პასებიც გავაკეთე, მართლაც იმ დროსთან გამორჩეული თაობა ყავდა დინამო თბილისს და თითქმის ყველა თამაშს ძალიან დიდი ანგარიშით ვიგებდით. ეგ იყო, შემდეგ იყო რომ გიორგი დევდარიანი იყო დუბლების მსმენელი და რადგან ესეთი შედეგი ამ თამაში მქონდა. ჭაბუკთა ლიგას თუ ელიტ რაუნდზე, ხო, ჭაბუკთა ლიგაში გადაწყვიტა რომ თუ შემადგენლობაში გადავიყვანე და იქ გავაგრძელე ასპარეზობა. შემდეგ უკვე შეიქმნა პირველი ლიგა,
ისეთ ფეხბურთელები თამაშობდნენ, ვისაც უმაღლეს ლიგაში არ უწევდა თამაში, მეორე გუნდში დინამოს და იქაც რამოდენიმეჯერ ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი. ხო, შემდეგ უკვე არ იყო ის, რომ პირველ გუნდში მეთამაშა, თუმცა რა თქმა უნდა დინამოს აკადემიის და იქ გატარებული პერიოდის ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარა განვითარებისთვის და ვიტყვი რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს დინამო თბილისის აკადემიას ჩემს კარიერაში. კი. ეს იყო სწორედ ის ნაბიჯები, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და ინტერესი გაჩნდა შენი როგორც სპორტსმენის მიმართ. რამაც გამოიწვია ის, რომ ბევრი გუნდი დაინტერესდა არა მარტო საქართველოში, შემდეგ უკვე უცხოეთშიც. ეს ფოტო რატო შევარჩიეთ, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი, როდესაც სამტრედიაში მნიშვნელოვანი ტიტულიც კი მოუპოვე გუნდს და ძალიან დიდი როლი ითამაშა იქ. სამტრედიის პერიოდს როგორ იხსენებ, ასევე მასთან ახლოს იყო შენი მშობლიური გუნდიც, ქუთაისი. ხო, ეს ფოტო ალბათ საკლუბო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფოტოა, იმიტომ რომ ხო ერთადერთხელ გავხდი ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი სამტრედიესთან ერთად. მანამდე აი როგორც ვახსენე რომ დინამოში არ მომეცა საშუალება, მე გადავწყვიტე რომ ტორპედოში დაუბრუნებულიყავი, სადაც 6 თვე გავატარე და ნუ არ წარიმართა ისე როგორც სურდა, არ მქონდა სათამაშო დრო, ამიტომ იმ მომენტში იყო რაღაც თითქოს ისეთი მომენტი რომ შეიძლება ვეღარ გამეგრძელებინა თამაში ფეხბურთი, იმიტომ რომ არ მქონდა შემოთავაზება რომელიმე გუნდიდან, ქართული გუნდიდან და ნუ უცხოეთიდან მით უმეტეს, იმიტომ რომ სათამაშო დრო არ მქონდა. თან მაგასაკში უკვე ან პატარა ვიყავი ჯერ კიდევ და რაღაც გადაწყვეტილი მქონდა რომ თუ გვიანი არ არის, ხო არ გავაგზელო ისე სწავლას ვარ დაუბრუნდე თქო, თუმცა აი ღმერთი რო საჩუქარს გამოგზავნის ეგრე გიაცეცა და თემონე ფუტკიფანიძე დაინიშნა სამტრედიაში და გიაცეცაძე მიცნობდა 19 წლამდე ახალგაზრდული კრებიდან 19 წლამდე და როგორც დაინიშნა მეორე დღესვე დაამირეკა რომ თუ ვისრულებდი მასთან მუშაობას და რა თქმა უნდა არც დავფიქრებული ვარ ეგრევე თანხმობა განუცხადე და ხო მაგ ორი ადამიანის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ესე ვთქვათ კარიერა გადამირჩინეს რა. თუნდაც თემურ ლოთქიფანიძე მანამდეც მიცნობდა, იმიტომ რომ 39 სკოლაში როცა დავდიოდი ჩემი წვრთნელი იყო და მისი ძალიან დიდი დამსახურება რადონესაც მივახციე და შემდეგ უკვე გიაცეცაძეც სამტრედიაში მართლაც განსაკუთრებული პერიოდი ჰქონდა. პირველივე წელს სამეულში შევიდა გუნდი და შემდეგ უკვე მომდევნო სეზონში ის გარდამავალი ჩემპიონატი რო იყო მოვიპოვეთ ჩემპიონობა, რაც სამტრედისთვის იყო ისტორიული პირველად ჩვენთვის ფეხბურთელებისთვისაც რა თქმა უნდა და ჩემთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტია ახლა სულაც რო უყურებ მართლაც ძალიან ამაღელობელია. კი, ამ მომენტმა ბევრი რაღაც შეცვალა და განსაკუთრებით გააძლიერა უცხოური გუნდების ინტერესი. ხო, კი, შემდეგ კარგი სეზონი მქონდა, ბომბარდირიც გავხდი, ჩემპიონი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და რა თქმა უნდა, როცა ეგრე კარგად ასპარეზობ ფეხბურთელი უცხოეთიდან არის ხოლმე დაინტერესება და ჩემ შემთხვევაშიც ეგრე იყო. როცა შემდეგ გადავდგინე ნაბიჯი, რომ უნდა წასულიყავი დანიის ჩემპიონატში. ალბათ შემდეგი ფოტო მაგას. შემდეგი ფოტო მაგას ნაკლებად ეხება, უფრო იმას ეხება წეგან რაც ახსენე, რომ კარიერა ყოველთვის უკავშირდება სირთულეებს. კი. ამ ფოტოს შინაარსი ის არის, რომ ნუ იყო ბევრი ტრამვებიც, იყო ბევრი სირთულეებიც, იყო ასევე გაუგებრობა მაისურთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარ სირთულეს რას გაიხსენებ შენ კარიერაში და ამ სირთულეების შეჯამება რო გაგვიკეთო, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას გასწავლის ეს სირთულეები და ხო, სირთულე პირველი ალბათ ეს აი უახსენე დანიაში რო წავიდი, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდი საქართველოს ჩემპიონატი, ამცებ ევროპის ჩემპიონატში, ევროპულ ჩემპიონატში გადავედი, სულ სხვა სისწრაფეები იყო, ტემპი, რასაც პირდაპირ ვიტყვი რომ ვერაუგი ფეხი და იყო ის რომ ნუ არ მქონდა იქ სათამაშო დრო. ერთი წელი ისე გავიდა რომ ძალიან ცოტა ვითამაშე და მაგის შემდეგ რა თქმა უნდა გადავწყვიტე რომ უკვე დაუბრუნებულიყავი საქართველოში და სათამაშო დრო მქონდა. რაც შეეხება უნგრეთში, კონკრეტულად ამ გუნდში ფეჰერვაში
იმდენად გუნდი იმდენად არასტაბილური იყო, რომ ძალიან ბევრი მწვრთნელი შეიცვალა ჩემი ყოფნის პერიოდში. სადღაც 2 წელი ვიყავი, 2 წელიწად ნახევარი და 5 მწვრთნელი გამოვიცვალეთ, რაც ხო არ არის კარგი, ბევრია. და ყველა მწვრთნელი ვინც მოდიოდა, ყველა მწვრთნელს თავისი გემოვნება აქვს, თავისი ინტერესები აქვს და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ბოლოს ვინც იყო მწვრთნელი, საიდანაც პრობლემები დაიწყო, სირთულეები, მივხვდი, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი, ვესაუბრე და გადავწყვიტე განათხოვება იუპეშტში, სადაც მართლაც საოცარი სეზონი მქონდა. ალბათ ჩემი კარიერის პიკი მაგ იუპეშტიდან დაიწყო, რასაც მივახცე და სადაც დღეს ვარ. და შემდეგ იყო ისე, როცა დაუბრუნდი იუპეშტიდან ფეხერვარში. თამაშობდი მხოლოდ კონფერენცი ლიგაზე და 6 თამაში 6 გოლი გავიტანე. შემდეგ იყო მანდაც ინტერესი მეორე ბუნდესლიგიდან, სანტ-პაულიდან, სადაც აი ჩალაგებული მქონდა უკვე ჩანთები და მიდიოდი, თუმცა არ გამიშვა გუნდმა. მითხრა რომ ჭირდებიო და მაგ საუბრის შემდეგ მოხდა ის, რომ მაისურის გაცვლის გამო მეორე გუნდში გამიშვეს, თუმცა ხო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სირთულე ჩემს კარიერაში იყო, იმიტომ რომ ისეთ ფორმაში ვიყავი, რომ შეიძლება ადრეულად რო წავსულიყავი სანტ-პაულში 1 წლით ადრე. უფრო სხვანაირად შეიძლება განვითარებულიყო ჩემი კარიერა, თუმცა ალბათ ეგრე უნდა მომხდარიყო. შემთხვევით არაფერი არ ხდება ცხოვრებაში, ალბათ ესეც უნდა გამომეარა და ამან რა თქმა უნდა გამაძლიერა, იმიტომ რომ ხო ყველა სირთულისგან რაღაცას სწავლობ, გაძლიერებს ეს სირთულე და მენტალურად გეხმარება, რომ უკვე შემდეგი ნაბიჯებისთვის და შემდეგი მოქმედებებისთვის მენტალურად მყარი იყო. კი ბატონო. შემდეგი ფოტო სწორედ მაგ ხასიათს ეხება. ამ ფოტოს სიჯუტე და ვარქვით. ესე ეგრე ქვია. აქ ყველაზე მეტად რაც მიყვარს შენს კარიერაში ის არის, რომ ყოველთვის მიზანდასახული ხარ და ყველა ამ დაბრკოლებას ისე გადალახავ, რომ რაც არ უნდა იყოს, იცი რომ დაწლევ. ამ ფოტოსთან კითხვა რაც მაინტერესებს არის ის მთავარი мотиваცია რა არის შენთვის ყოველთვის რომ არ გაჩერდე და სად იყო ის მომენტი, სადაც შენი თავიც კი გააოცე იმდენად რთული რაღაც გაიარე და გადალახე. ხო, მთავარი მიზანი რა თქმა უნდა რომ განვითარდე, იყო წარმატებული, იმიტომ რომ ისეთ საქმეს მოვკიდე ხელი, რომ ხალხმა უნდა დაგიმახსოვროს, ესე ვთქვათ, შენი თამაშით. ისეთი კარიერა უნდა გქონდეს, ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ უკვე გავაკეთე. ყოველთვის არჩევანს როცა ვაკეთებდი გუნდებს შორის და თუნდაც ფინანსური კუთხით ყოველთვის ვირჩევდი სათამაშო დროს და იმიტომ რომ შემეძლო რამოდენიმეჯერ ამერჩია რაღაც მაღალი კონტრაქტი, თუმცა იქ ხვდებოდი რომ სათამაშო დრო არ მექნებოდა, ან თუნდაც როცა სკამზე ვიჯექი და არ თამაშობდი, ვცდილობდი რომ წავსულიყავი თუნდაც დაბალანაზღაურებაზე, რომ ფეხბურთი მეთამაშა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარს ეს საქმე, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ თამაშის დროს და რა თქმა უნდა სურს რომ ყველა თამაში ვითამაშო. თავიდან კალსრუეში ძალიან რთული პერიოდი მქონდა, იმიტომ რომ ტრავმით, ესე ვთქვათ, ტრავმით ჩავედი, არ მქონდა სათამაშო დრო, თუმცა ყოველდღურად ვშრომობდი იმისთვის, რომ მწვრთნელისთვის ჩემი მეორე მხარე დამენახებინა, იმიტომ რომ როცა ვერ ანახებ შენ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, მწვრთნელი ფიქრობს, რომ ისეთ ფეხბურთელი ათამაშოს, ვინც შენზე უკეთესია, თუმცა აი ცოტა ხანი პერიოდის შემდეგ, როცა უკვე ჩემი სათამაშო ფორმა აუკრიბე და მივახლობდი ფორმას, რაშიც მინდოდა რომ ყოფილიყავი, ყველაფერი შეიცვალა, იმიტომ რომ ხო, ყოველთვის ჯერა ჩემი შესაძლებლობების, ვიცი თუ რა შემიძლია მოედანზე, რომ საკარქვამაში ვარ და ეგრეც შემოვატრიალე, ესე ვთქვათ, კალსრუეში ჩემი კარიერა.
ძალიან კარგადაც გამოგივიდა, იმიტომ რომ მე უმაგრესი განვითარება ქონდა შენს კარიერას. ხო. და რავი, ერთ-ერთი ალბათ ევროპული გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, ჩემთვის საყვარელი გუნდი არის კარსო, იმიტომ რომ იქაც გულშემატკივრებმა ძალიან დიდი სიტყვა ნახეს და სიყვარულს გამოხატავდნენ თითოეულ თამაშში. შემდეგი ფოტო უშუალო. ეხლება იმ თავდადებას, რამაც ეს სრული გზა ნელ-ნელა გაგატარა. თავდადება გამოჩნდა ყველა შენს თამაში. გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრები შენი გოლებით გაიყვანე ევროპის ჩემპიონატზე, ყოველთვის ბოლო მომენტამდე თამაშობდი. ბევრი სხვათა შორის ეგრე არ რისკავს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ხარ ტრამვასთან, მაგრამ ამ მომენტში შენ რაღაცნაირად იმდენად კონცენტრირებული ხარ, რომ მან ხვდებით, რომ უფრო მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი შენთვის, ვიდრე უბრალოდ თამაში ან ფეხბურთი. რაზე ხარ კონცენტრირებული მაგ მომენტში, რატოც ასეთ თავგანწირვაზე მიდიხარ ყოველთვის? ხო, როცა მოედანზე პირველ ნაბიჯს ვდგამ, იქ ყველაფერი რაღაც გარე სამყარო ყველაფერი ჩერდება. და მხოლოდ თამაშზე ვარ ორიენტირებული, კონცენტრირებული. ვცდილობ რომ თითოეულ მომენტში სადაც შემიძლია რომ გუნდს დავეხმარო, ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. იმიტომ რომ სტილისტურად ფეხბურთელები განსხვავდებიან, ზოგი არის რომ ძალიან მარტივად შეუძლია 3-4-5 კაცის მოტყუება, ზოგ სხვა თვისება აქვს, ზოგ სხვა თვისება, ალბათ ჩემი თვისება არის პირველი ის რომ შემიძლია გოლების გატანა და შემდეგ უკვე ალბათ ის რომ ძალიან შრომის მოყვარე ვარ მოედანზე, იმიტომ რომ სურსო გუნდს ყველანაირად დავეხმარო, შეიძლება ისე წარიმართოს თამაში რომ გოლი ვერ გავიტანო ან საგოლი გადაცემა ვერ გავაკეთო, თუმცა ვცდილობ რომ ის ჩემი ენერგია რაც მაქვს 100%-ით ჩავდო გუნდში, დავეხმარო გუნდს და მიღწევაში წარმატება მივახციოთ ერთად. და კონკრეტულად საქართველოს ნაკრებში ხო არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, იმიტომ რომ ერთ საქმეს ვემსახურებით, ერთ ქვეყანას წარმოვადგენთ და ერთი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ, ამიტომ ვცდილობ რომ თუნდაც იმ მომენტში როცა რაღაც კარგად არ მიმდის თამაში, ვცდილობ რომ ყველანაირად აი როგორც სურათი აწერია, თავი დავდო მოედანზე ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. კი, და მაგ თავდადებით ძალიან ბევრ გამარჯვებასაც მიაღწია, მაგას ეხება ჩვენი ბოლო ფოტო. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას შენს კარიერაში, საქართველოს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე და ამ ისტორიულ ფოტოს. ჩვენ ერთად უკვე ვისაუბრეთ შენს მაგ მოგონებებზე. შენ რა გახსენდება ყველაზე მთავარ გამარჯვებად? მაგ ემოციებს რო დაუბრუნდეთ და ხელახლა რომ მომიყვე მოკლედ ეს პერიოდი და ყველაფერი. ხო, კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება ალბათ არის რომ ნაკრებთან ერთად მიაღწევ სანდრედის ფოტოზე აღნიშნე რომ ის საკლუბო კარიერაში ალბათ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ერთ-ერთი საუკეთესო, ერთადერთი ასე რომ ვთქვათ, რაღაც თასები და ის მოგებული მაქვს, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონობა მაინც სულ სხვა არის. და როცა ფეხბურთელი კლუბშიც ასპარეზობ და ნაკრების ფეხბურთელიც ხარ, რა თქმა უნდა ნაკრებისთან ერთად რომ მიაღწევ ამ ხელა წარმატებას, რა თქმა უნდა ეს მთელი შენი ცხოვრების თანდევია, ესე რომ ვთქვათ და მოყვება მთელი ცხოვრება. საოცარი ემოციები იყო, ეხლა ამ ფოტოს რომ ხედავ ცოტა ის და დამეწყო გუსპამები. ძალიან დიდი გამარჯვება იყო, ყველა ბედნიერი იყო, მთლიანად საქართველოს იყო ძალიან დიდი გამარჯვება. ყველა ბედნიერი იყო და რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ყოველთვის ვამბობ, რომ გულშემატკივრების არის ფეხბურთი და სამხელან სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებ გულშემატკივარს ფეხბურთელი შენც რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ხარ. და არა მარტო, როცა შენს კარიერაში ამ ხელა წარმატებას მიაღწევ ნაკრებთან ერთად ქვეყანას ასახელებ, რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო ორმაგად სასიხარულოა. და აქ არ გაჩერებულ ხარ. ყველაზე საინტერესო მაგზაში ეგ არის, რომ ყველა გამარჯვებას ახალი მიზნები მოყვება და ის სოცნებაც აისრულე რომ ბუნდესლიგაში. ხო, ეგეც ხო აი უკვე ნაკრებთან ერთად რომ ამ წარმატებას მიმაღწიე, რა თქმა უნდა ვფიქრობდი რომ
მქონდა დარჩენილი ის ერთი ოცნების ასრულება, რასაც ტოპ 5 ჩემპიონატში თამაში ქვია და საბედნიეროდ მაგასაც წლევანდელ წელს მივახციე, უკვე 2 გოლიც გავიტანე და ჯერა რომ კიდე უფრო მეც გავიტან და გავახარებ ჩემს გულშემატკივრებს და რა ვიცი, ამ ყველაფრისთვის ამ ჩემი კარიერისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემს მშობლებს, ჩემს დას და ჩემს ოჯახს გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას, იმიტომ რომ ყოველთვის მეხმარებოდნენ, გვერდჩიმედნენ რთულ მომენტებშიც და სირთულეებშიც. შემდეგ უკვე როცა საკუთარი ოჯახი შევქმნი, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე და ჩემი ბავშვი ყოველთვის ჩემთან ერთად არიან, ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება და ყველა იმ მეგობარს თუნდაც იმ თანაგუნდელს იმ მწვრთნელს ვის ხელშიც გამომიბლია, მაგათაც აქვს, რა თქმა უნდა, თითო ისე ვთქვათ, აგური დადებული ჩემს კარიერაში და ყველას მადლობას გადავხდი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ პატარა ბიჭმა, რომელსაც სულაც პირველ სულაც ხედავთ, ბევრი რამე გამოიარა და ბევრ წარმატებას მიაღწია. და შეძლო ის, რომ თავისი ოცნებები, რაც ჰქონდა, ნაწილობრივ აესრულებინა. კი. სანამ ბოლო ფოტოზე გადავალთ, მინდა რომ ხელახლა შენთან ერთად გადავხედო ამ კარიერას, რაც გაიარე, რაღაც პატარა ცხოვრებისეულ მონაკვეთებს და ჩემი მხრიდან როგორც ახლა მე გზურის როლში შევაფასო, როგორ ჩანდა მოკლედ გულშემატკივრის მხრიდან ეს გამრილი კარიერა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც იყო ჩემთვის ის იყო, რომ შენ იყავი მაგალითი უბრალო ადამიანებისთვის, რომ შრომით შეიძლება ყველაფერს მიაღწიო, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერს გადალახავ და ნებისმიერი მიზანი შეგიძლია აისრულო. და მიზანზე არასდროს არ უნდა გაჩერდე და ყოველთვის განგრძობითია, ჯაჭვით არის გზა მიზნიდან გამარჯვებამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც მოიპოვე ჩემი გადმოსახედიდან შენ ცხოვრებაში, ერთ-ერთი არის ის, რომ ხალხის სიყვარული შეიძინე, რასაც ჯილდოდ ვერ მოიგებ, თასი არ არის და ამას უბრალოდ იმსახურებენ და ეგ დაიმსახურე იმით, რომ ასეთი შრომის მოყარე იყავი და ამდენი იშრომე იმისთვის, რომ ადამიანებისთვის мотивация გაგეჩინე. ახლა სანამ ბოლო ფოტოს გაჩვენებ, მინდა რომ ჩვენთან ერთად ამ პატარა გამოფენაზე მოვიწვიო კროკობეთის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნიკო ადეიშვილი, რომელთან ერთადაც შეგვიძლია ბოლო ფოტოც განვიხილოთ. კარგი, თქვენ როგორ ახსენებთ? რეალურად ძალიან შთამბეჭდავი არის ეგ ისტორია, რაც ახლა მოვისმინეთ. რეალურად ყველა წარმატებული სპორტსმენი გადის მაგ დაბრკოლებით და წინაღობებით ახსოვს გზას, რომელსაც მიყავს მიზნიდან გამარჯვებამდე. ჩვენც კროკობეთში გვჯერა მაგ ღირებულებების და მაგ მიდგომის და სწორედ ასე ვცდილობთ, რომ ჩვენი გზაც წავიდეს. მაგ ყველაფრის დასტურად და დასაფასებლად გვინდა, რომ ძირდი საჩუქარი გადმოგცეთ, რომელიც გაია. არჩი. კი, და ყოველთვის იცოდე რომ მომდევნო გამარჯვებებთანაც შენი მთავარი გულშემატკივრები ვიქნებთ. ძალიან დიდი მადლობა. ავიცი. სიტყვები არ ყოფილა. შეგვიძლია ახლადაც ნახოთ. სორი და რომ არ იყო. ძალიან მაგარია და ძალიან დიდი მადლობა. ჩავდი ხო? კი, რა თქმა უნდა. მოირგე, უკვე შენია. გატესტე. მოკლედ სულ ეს იყო. რა ვთქვა, ძალიან დიდი მადლობა. წვანეზე. კი ბატონო. სულ ეს იყო რაღაც პატარა გამოფენა, რომელიც გვინდა და რაღაც სიმბოლურად დაგვემთავრებინა. იმედია გამოგვივიდა. კი, ზა. აუ, ხო. მართლა არ ველოდი ესეც საჩუქარს და ეგ რეალურად ძალიან დიდი მაგალითი არის მომავალი თაობისთვისაც რა, მაგიტო ჩვენი ამ
კამპანიის მიზანიც ეგ არის, რომ განსაკუთრებით ახალ და მომავალთაობას დავანახოთ ეგ, რომ შრომით, თავდადებით და ბიზნესკენ სწრაფვით, რასაც დაისახო მისდევთ მაგ ყველაფერს მიაღწევ და გვინდა რომ ეგ ხელშესახები გახდეს ეგ წარმატებაც რა ერთი არის რომ შორიდან ჩანს, მაგრამ მეორე არის რომ უშუალოდ რაღაცა იგზნონ ადამიანებმა რომ ეგ ხელშესახები არის და მართლა რეალური არის, თავარია თავი არ დაზოგო მაგ ბიზნესკენ სწრაფოში. რა თქმა უნდა, მეც ვეთყოდი ახალგაზრდებს, რომ თავის მიზნებს რაც აქვთ, დაუცნებებს მიყვნენ ბოლომდე, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყვნენ, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ არსებობს, წამდეთ თავიანთი თავის და წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ. მეც ჩემ კარიერის მანძილზე ყოველთვის ეგრე ვიყავი, რომ წამდა იმის რომ ერთხელ ამ ხელა წარმატებას მიაღწევდი. ინსტაგრამის ბიოშიც მიწერია წამდეს რომ მიაღწევ და ეგ ჩემი რწმენა გადმოვიდა ცხოვრებაშიც. წამდა რომ მივაღწევდი და ძალიან ყველას მადლობელი ვარ, როგორც აღნიშნე, ვინც არში მედგა. თუნდაც ისინი, ვისაც არ მოგწონვარ და ცუდ კომენტარებს წერენ, ეგენიც რა თქმა უნდა გაძლიერებენ, რომ საპირისპირო დაუნტკიცო და ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ არასოდეს დანებდნენ და მიზნებს და ოცნებებს რაც აქვთ დასახული აუცილებლად მიაღწევენ თუ იშრომებენ, საქმისთვის თავს გადადებენ, რასაც ხელს მოკიდებენ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში, ნებისმიერ სფეროში, ყველა სფეროს რა თქმა უნდა ჭირდება, რომ იშრომო, თავი გადადო და ყველას უსურვებ, რომ წარმატებული ყოფილიყოს.